4 წელი უკრაინაში რუსეთის სრულ მასშტაბიანი შეჭრიდან დღეს ზუსტად 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პუტინს კიევის 3 დღეში უნდა აეღო. ეს ბევრ რამეს ამბობს ჩვენს წინააღმდეგობაზე, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. საგანგებო ვიდეო მიმართვაში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა თითოეულ უკრაინელს, ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს განვლილი 4 წლისთვის და გამძლეობისთვის. უკრაინის თავისუფლებისა და ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას დღემდე 90 ქართველი მებრძოლი შეეწირა. ოკუპირებულ აფხაზეთში გაგრის რაიონში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა. რუსული მედია ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა მთა მამძის ხაზი არსებული სადამკვირვებლო პლატფორმის მახლობლად მოხდა. მანამდე გავრცელებული ცნობებით რუსეთის სასაზღვრო ქალაქ სოჩში დრონებით თავდასხმის გამო საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. აფეთქება მოსკოვში საველოვსკის რკინიგზის სადგურზე 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ საპატრულო მანქანაში მყოფ პატრულის თანამშრომლებს ღამით უცნობი პირი მიუახლოვდა და აფეთქება სწორედ ამის შემდეგ მოხდა. დაღუპულები არიან საგზაო პოლიციის თანამშრომელი და ეჭვმიტანილი, დაშავდა კიდევ 2 პოლიციელი. ამერიკის შეერთებული შტატების ძალებმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემები დაბომბეს. დაიღუპა 3 ადამიანი. გემი ტერორისტულ ორგანიზაციებს ეკუთვნოდა და ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის ცნობილ მარშრუტებზე მოძრაობდა.